შენი ხო უმცირესობაში ხარ, ორ გოგოლაძეში ხარ და დაიწყე. უკვე ჩან მეორედ ხარ. თან მეორე ხო? რეგამბოვის მოყევი ხო? ო ესე როგორ ხავდეს? და მე ეს რო არ ხარ. აი, არ გათხოვე. მამა შენი რო კითხო, როგორი შვილია თედო რა სიტყვის? მამაჩემზე არა მაქვს ლექსი. რა რაღაცა ეგ შემგონია რო არა. მართლა იმიტომ კი არა რომ მამაჩემი რაღაც აი ავტომატურად ადამიანი რომ ის დაიბადა ისეთი რომ არის გულწრფელი რა. თუმცა უფლება რომ კაცე მეც შეცდომები რასაც დავუშვებდი არ დამემარა. ეხლა რა თქმა უნდა არ სიამოვნებდა რა, მაგრამ აი მეც მაშინ როგორ მივაწოდე, იცი რომ აი შენ ეს უნდა გაიგო რომ მე ყურის რო გავიღვიდე ეხლა ეს არის პირველი აი წლების წინ 1-8 წლის წინ აი სახში მივედი კაპლისუნი დგას აი როგორი იცი აი მაგარი მამაჩემს აი ფერი არა აქვს, ფეხები აქვს აწეული. დედაჩემი მისმა ესეთმა დამოკიდებულებმა ცხოვრების და თავის საქმეების მიმართ რა, აი დამანახა ის ვინც ნაღდათ არის რა, შინაგანად და გამიმარტივა ეს მამის რაღაცნაირად ფარდა. ცოტა ეგრევე ჩამოიხსნა რა ეს. რაღაცნაირად ეხლა თითქოს თავიდან დავიწყეთ არა მამა და შვილის კონტაქტი, არამედ როგორც აქვსენტი და თევდორე რა, დავიწყეთ თავიდან ერთმანეთის მიღება და აქ უფრო მეტი გაფრთხილებაც არის. მეც რო სიფხიზლე რო დავიწყე რა, რაღაცა დამოკიდებულების პრობლემები რომ მქონდა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აი რაღაცნაირად ოჯახში ეგ გავაზიარე და იცოდნენ რა, რომ აი რაღაცნაირად ასეთ ოჯახში უცბად გამოდის თედო და იგინებოდით. არაერთ პიკანტურ სცენაში გაქონაცილება მიღებული და საკმაოდ უხამსი რაღაცები გითქვამს. მოურიდები სერიალშიც და ისე. ეს ყველაფერი როგორ მიიღეს? ვაიმე რა სირცხვილი არის. ბავშვობის დროინდელი თამაშები რო გავიხსენოთ? მე თამაშებზე მკითხე და სადაც წავედი, იმენა ცხოვრება ეს ფილოსოფიას მოკლედ აი ვერ იმოშვები ხოლმე რა. ხო, რავი, მე მგონი მართლა კაი იყო. კარგ თემებზე ვისაუბრეთ, რაც თავარი გულახდილად ვისაუბრეთ. ბევრისთვის დარწმუნებულია საინტერესო რჩევები იყო, კარგი მოგონებები იყო. მე პირად ემოციებით დახუნძურული ვარ. ხო, ძალიან სიმშვიდე, აი 7 დიალოგი იყო, აი ძალიან მშვიდად ვიგრძენი თქვენთან თავი და მადლობა მაგისთვის. ძალიან მიყვარს მამაჩემი რა და აი აქედანაც უპასუხებ რომ